მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ უყურებთ იოგას აკადემიის live-ს და დღეს ვისაუბრებთ იოგას ინსტრუქტორთა მომზადების კურსზე ან იოგას სრულ კურსზე, რომელიც არამხოლოდ მათთვის არის, ვისაც უნდა რომ გახდეს იოგას ინსტრუქტორი, არამედ მათთვისაც, ვისაც უნდა რომ უბრალოდ გაიღრმავოს ცოდნა და შეისწავლოს იოგას როგორც ფიზიკური ვარჯიშები, ისე ანატომია, ისე ფილოსოფია, ისტორია და ასე შემდეგ. მოკლედ ჩვენ საიტზე YogaJiz-ზე არის ინფორმაცია კურსის შესახებ, რომელიც იწყება მარტში. მინდა ვთქვა, რომ ეს კურსი გაიარა დაახლოებით 150 ადამიანმა, რომელთაგან დაახლოებით 9 დასაქმებული არის, ანუ საქართველოში მოქმედი ინსტრუქტორების უმრავლესობა აქვს ჩვენი სერტიფიკატი. ჩვენი მოსწავლეები, ჩვენი სტუდენტები მუშაობენ არამხოლოდ საქართველოში, არამედ საზღვარგარეთაც, როგორც დასავლეთის ქვეყნებში, ისე აზიის ქვეყნებშიც და დასაქმების მაჩვენებელიც საკმაოდ მაღალი არის. ანუ მათ შექმნეს საკუთარი სტუდიები, მუშაობენ სხვა იოგას სტუდიებში, ასევე მუშაობენ ფიტნეს ცენტრებში და ასე შემდეგ, არამხოლოდ თბილისში, ანუ არამედ სხვადასხვა ქალაქებში. და ესე იგი, აქცენტი უნდა გავაკეთო პირველ რიგში იმაზე, რომ სავსებით არ არის აუცილებელი ამ კურსის გავლისთვის, რომ გქონდეს სურვილი იყო იოგას ინსტრუქტორი, ანუ ეს შეგიძლია გაიარო უბრალოდ ჩვენთვის, იმისთვის, რომ ისწავლო რა არის იოგა, ისწავლო რა არის მედიტაცია, ანუ რა არის იოგას თვალსაზრისით მედიტაცია, ისწავლო იოგას სუტრები, ისწავლო იოგას ანატომია, ანუ ჩვენ გვაქვს ამისთვის ყველა მასალა ქართულ ენაზე ნათარგმნი ან შექმნილი, არის ნათარგმნი იოგას სუტრა, იოგას მთავარი ფილოსოფიური ტექსტი, სადაც გადმოცემული არის იოგას დოქტრინა, იმიტომ რომ რაც გავრცელებული ინფორმაცია არის, ყველაფერი ეს არის ზედაპირული, უმეტესად მე-20 საუკუნეში გამოგონილი იოგას სახეობები და ასევე იოგას ანატომიაც. ესე იგი, კურსზე ვინც ეს კურსი გაიარა, მათი გამოხმაურებებიც არის, ანუ ამასაც შეგიძლიათ გადახედოთ, ანუ თუ გინდა რომ დავუშვათ ამ მიმართულებით დასაქმდე და თან იყოს ეს შენთვის ტრანსფორმაციული კურსი, მე მგონია რომ ეს ამისთვისაც ძალიან კარგი არის, ანუ ეხლა ნელ-ნელა ვეცდები რომ მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ გამომჩეს და ისე ვისაუბრო, ანუ კურსი იწყება მარტს, 1 მარტს და არის 3 თვიანი. ეს კურსი, ამ კურსის იდეა ჩვენ, ანუ ეს იოგას აკადემია დავაფუძნეთ 2020 წელს, ანუ მანამდე ფუნქციონირებდა როგორც იოგას ცენტრი, იოგას სახლი. და ანუ მე იოგას ვასწავლი დაახლოებით 20 წელი არის. ესე იგი, პირველი იოგას ცენტრი საქართველოში დავაფუძნეთ 2010 წელს იოგას სახლი და გადავწყვიტეთ, რომ თვითონ მიგვეცა მიმართულება საგანმანათლებლო. ამის მიზეზი ის იყო, რომ ჩვენ გვინდოდა, რომ უფრო საფუძვლიანად მოგვეკიდა ხელი ამ საქმისთვის, გვინდოდა, რომ გაგვეფილტრა ის ინფორმაციები, რაც ტრიალებს, ანუ ინტერნეტში და ზოგადად ჩვენ საინფორმაციო სივრცეში იოგას შესახებ ძალიან დიდი ინფორმაცია ტრიალებს და დაინტერესებულ ადამიანს უჭირს გარკვევა, რა არის ასე ვთქვათ, სანდო ინფორმაცია, რა არ არის სანდო ინფორმაცია, მარკეტინგი მაინც თავისას შვება და ასე ვთქვათ, ხდება გარკვეული მანიპულაციები და ჩვენი მიდგომა, ამიტომ იყო, ანუ შემდეგნაირი, რომ ასე ვთქვათ, კრიტიკული თვალსაზრისით გადაგვემუშავებინა ინფორმაცია, როგორც ტექნიკური კუთხით, ვთქვათ, იოგა ანატომიის თვალსაზრისით, ისე ფილოსოფიის თვალსაზრისით და სანდო ინფორმაცია მოგვეწოდებინა. ხო, ნახეთ როგორ არის, ანუ შეიძლება
რეკლამა მოხიბლოს ადამიანი იმ კუთხით, რომ თქვათ არის რაღაცა კურსი, სადღაც ინდოეთში და ვიღაცა გურუ ატარებს რაღაც კურსს და ადამიანი ეგრევე იფიქრებს, რადგან გურუა, რადგან ინდოეთია, ესე იგი იქ რაღაც კვალიფიციური ცოდნა უნდა იყოს, ხო? მაგრამ ესე არ არის. თუ გნებავთ თქვენ თვითონ შეამოწმეთ, ანუ რა ლიტერატურის საფუძველზე ასწავლიან, ანუ მე იმას არ გულისხმობ, რომ თქვათ რადგან გურუ არის ავტომატურად ნიშნავს ეს, რომ ანუ სანდო არ არის, ანუ მაგას არ გულისხმობ, მაგრამ რთული არის გარჩევა უბრალოდ აი ამ ვიზუალური, ასე ვთქვათ, ეფექტის და ლოკაციის უკან, რო ვთქვათ, რაღაცა კურსი არის, ვთქვათ, ინდოეთში, ამის უკან მართლა რაღაც სანდოობა იყოს. საქმე ის არის, რომ ინდური იოგა არ განვითარებულა ისეთ დონეზე, რომ საკმარისი ყოფილიყოს სამედიცინო თვალსაზრისით და არ ყოფილიყო საჭირო, რომ დასავლური მედიცინა დაგვეხმარებინა ამ პრაქტიკისთვის. საქმე ის არის, რომ მე მაქვს მაგალითად ნათარგმნი წიგნი იოგა მალა, რომელიც არის აშტანგა იოგას შემქმნელის, ანუ პადაფხი ჯოისის წიგნი, რომელიც არის ჩემი მასწავლებლის მასწავლებელი, ანუ რომელ ტრადიციასაც ანუ მე თვითონ მივსდევ, მაგრამ შემიძლია ნებისმიერ ადამიანს ვაჩვენო, რომ ინდურ იოგაში რა ფორმითაც არის მოცემული ეს ვარჯიშები, იქ არ არის საკმარისი ანატომიური თვალსაზრისით, რომ დაზღვეული იყოს ადამიანი ტრავმისგან. და ის ეფექტები, რაც ასე ვთქვათ, დანაპირები არის, რომ დავუშვათ გააკეთე ეს ასანა და მიიღებ ამ სარგებელს, ამას თანამედროვე მედიცინა აყენებს ეჭქვეშ. ამიტომ ეს მთელ მსოფლიოში მოხდა ესეთი პროცესი, რომ ინდურ ტრადიციულ იოგას ასე ვთქვათ, შეუერთდა დასავლური ანატომია. რა იყო ამის საფუძველი? ამის საფუძველი იყო ის, რომ იოგა რო გახდა პოპულარული, მაგალითად 70-იან წლებში, აი ესეთი დინამიური ასანები, ვარჯიშები, რასაც ქვია, ამ ყველაფერმა გამოიწვია ტრავმები, მუხლის ტრავმები, მაგალითად ლოტოსის პოზის შედეგად, თავზე დგომის შედეგად და სხვადასხვა პოზების შედეგად, ან წელის ტრავმები და ასე შემდეგ. და არადა ეს ხალხი მისდევდა ჩვეულებრივ, ანუ ინსტრუქციის მიხედვით, რაც მოცემული იყო თვითონ ამ წიგნებში, თითქოს პრობლემა საერთოდ არ უნდა ყოფილიყო, ანუ ამ ინდურ ტრადიციულ იოგას მივყვებოდნენ, მაგრამ მე აღმოჩნდა, რომ ეს შეხედულებები არ არის მორგებული იმაზე, რომ პირდაპირ ესე ადგეს ადამიანი და მიყვეს და დაუშვათ შეასრულოს ეს ვარჯიშები და ამისთვის ჩვენც ჩავთვალეთ საჭირო, რომ აგვეღო და გვეთარგმნა იოგას ანატომია, ლესლი კამინოვის იოგას ანატომია, რომელიც არის ამერიკელი ავტორი და ეს შეგვერთებინა ტრადიციულ ინდურ იოგასთან. მხოლოდ ანუ ჩვენ მიგვაჩნია, რომ მხოლოდ ამ სინთეზის შემთხვევაში შეიძლება იყოს იოგას პრაქტიკა სასარგებლო. და რატომ? ანუ ეს ცალკე თემა არის, მაგაზე ვრცლად ვისაუბრებ უსაფრთხოების თემაზე, რომ მაგალითად საქართველოშიც ბევრი თვითონ პრაქტიკოსი მიმართავს მერე ექიმს. დაუშვათ სახლში აკეთებს რაღაც ვარჯიშებს და ან რაღაცას იზიანებს, მათ შორის, ანუ ზოგიერთი ექიმს, ანუ ჩვენ გვაქვს გარკვეული კავშირები, რომ თქვა ზოგიერთი თქვა იოგას ინსტრუქტორებიც მათ შორის ამ არასწორი ასე ვთქვათ შესრულების შედეგად ექნებათ პრობლემა ხერხემალზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ესეთი პრობლემები არის, ანუ ესეთი პრობლემები იყო და აი ეს იყო ასე ვთქვათ საფუძველი იმისა, რომ ესე ვთქვათ აუცილებლად ჩაგვერთო იოგას ანატომია კურსზე. რაც უზრუნველყოფს იმას, რომ პრაქტიკა იყოს, ანუ ჩადგეს ანუ კალაპოტში, ხო, მით უმეტეს, როდესაც შენ ერთი არის, რომ საკუთარი თავისთვის მისდევ ამას და მეორე არის, როცა სხვას გინდა, რომ რაღაც ასწავლო, ხო? თან მით უმეტეს, ანუ როგორ ხდება, ხო, ისევე როგორც ყველა სფეროში,
ვიღაცა თქვათ იღებს რაღაცა ვარჯიშებს, შეიძლება აბსოლუტურად შემთხვევით ინტერნეტიდან, მერე ვიღაცას ასწავლის და რაღაც ესეთი პროცესები არის და ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ თან ძალიან საინტერესო პროცესი არის, რომ ეს ანატომიის ცოდნა არის იმ დოზით, რა დოზითაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ არ იქნება ზედმეტი, იმიტომ რომ ანატომია შეიძლება ადამიანმა ისწავლოს ისეთი დოზით, რომ მაგალითად თქვათ ოპერაციაში გამოიყენოს მხოლოდ, ანუ ექიმისთვის იყოს გამოსადეგი და სპორტსმენს არ გამოადგეს, იოგას ასანების შემსრულებელს არ გამოადგეს და ასე შემდეგ. და ჩვენი კურსის ფარგლებში რა დონეზეც შეისწავლება იოგას ანატომია, ეს მე ვფიქრობ, რომ არც ცოტა არის და არც ზედმეტი არის, რომ იმის განცდა არ იყოს, რომ დაუშვათ აი რაღაცა ძალიან დეტალიზირებულად არის, ანუ გადატვირთული. ხო, აქ რა თქმა უნდა ანატომიაში შედის ფიზიოლოგიაც შედის და ბიომექანიკა შედის, აი რაც თავი და თავი არის. ხო, ანუ რატო ვსაუბრობ ამაზე? იმიტომ რომ იოგა აღქმული არის უპირველეს ყოვლისა, როგორც ფიზიკური ვარჯიშების, როგორც წანვარჯიში, ანუ ესე გავრცელდა, ანუ შეცდომით გავრცელდა, რა თქმა უნდა, მაგრამ იოგა სინამდვილეში არ არის წანვარჯიში და არის უფრო ღრმა ფილოსოფიურ ეთიკური სისტემა. და რადგან გავრცელდა, მაინც სასარგებლო არის, ხო, ანუ მეტნაკლებად კი არის რაღაც თქვა ტრავმები მთელ მსოფლიოში, ეს პრობლემები იყო და ანუ ეგრე სპორტშიც არის და ყველანაირ ვარჯიშს ახლავს, მაგრამ საქმეც მაგაშია, რომ თავარი არის როგორ პასუხობთ ამაზე, ხო? რამდენად ადეკვატურად ვიღებთ ზომებს. როგორც გავრცელდა, ისე გავრცელდა. ამას უბრალოდ ეხლა ვეღარ შევცვლით, ანუ იოგას ინსტრუქტორი დღეს უფრო მოიაზრება, ანუ ადამიანი, რომელიც აკეთებს იოგას ვარჯიშებს, ან ასწავლის იოგას ვარჯიშებს. და ეს რატომაც არა, ანუ შესაძლებელი არის, რომ ერთი და იგივე სიტყვას, ანუ იოგას კონდეს დაუშვათ ეს მნიშვნელობაც და დაუშვათ სხვა მნიშვნელობაც, ანუ ღრმა ფილოსოფიური მნიშვნელობაც, ან ორივე მნიშვნელობაც. ანუ ჩვენთვის მაგალითად ყველა სპექტრი მნიშვნელოვანი არის იოგას, როგორც ძალიან აქტიური ფიზიკური ვარჯიშებიც, ანუ რთული ფიზიკური ვარჯიშები, მათ შორის კარდიო ძალის ვარჯიშები, მოქნილობის ვარჯიშები, კოორდინაციის ვარჯიშები, აი ესეც ძალიან მნიშვნელოვანი არის თავისი ანატომიით და ასევე ძალიან ღრმა ისტორია, როგორ იწყება დაუშვათ ძველი წელთაღრიცხვით, ასე ვთქვათ, იოგას ისტორია და როგორ ვითარდება მისი ურთულესი და ღრმა ფილოსოფია, რომელიც ასევე ძალიან საინტერესო არის. და ესე იგი, რადგან ამ ფორმით არის გავრცელებული, იოგას ინსტრუქტორი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც შეიძლება არ იყოს ფიზიკურად ისეთი რთული პოზების შემსრულებელი, როგორც დაუშვათ ტანმოვარჯიშე, მაშინ ნებისმიერი ტანმოვარჯიშე იქნებოდა იოგი, ხო, ანუ ადამიანს ზოგს აქვს ძალიან ბუნებრივი, ასე ვთქვათ, მოქნილობა და მაშინ რატო ტანმოვარჯიშე რატო არ ითვლება დაუშვათ იოგად, ხო? არამედ მან მნიშვნელოვანი არის სწორი შესრულების, ანუ პრაქტიკა, ანუ იოგას აქვს თავისი რუტინა, როგორ იწყება, როგორ სრულდება, რა წესები ახასიათებს მის, ასე ვთქვათ, გაკვეთილს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და მცდარი არის ის წარმოდგენა, რომ მაგალითად მოქნილ ადამიანს უწოდებენ იოგას ინსტრუქტორს. ან ეს დამოკიდებული არის, რომ შენ რაღაცნაირი სახსარი შეიძლება გქონდეს, ანუ ჰიპერმობილური სახსარით შეიძლება გქონდეს, დისპლაზიური სახსარით შეიძლება გქონდეს და ამის გამო ძალიან მოქნილი იყო და ეს გონიათ ხოლმე, რომ სწავლებადი არის, ანუ სწავლებადში რას გულისხმობ, რომ იმ ადამიანს ხანდახან მიმართავენ, რომ მასწავლე და მას ამისთვის გზა კი არ გაუვლი, ანუ მას ცოდნა კი არ აქვს, რომ დაუშვათ როგორ მიაღწია ამას, რომ გამოცდილება გაუზიაროს სხვას. არამედ მას უბრალოდ ბუნებრივად აქვს ესეთი სახსარი, ანუ ყველანაირ სახსარს თავისი პლუსი და მინუსიც აქვს, ანუ მოქნილ სახსარს თავისი პლუსი და მინუსი აქვს, არამედ ჩვენ გვინდა ცოდნა, როგორ განვითარდეს სხეული უსაფრთხოდ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ არ უნდა ავურიოთ დაუშვათ ადამიანი, რომელიც ან ხელებზე დგომა შეუძლია, ან დაუშვათ რაღაც რთული პოზის შესრულება შეუძლია მასწავლებელთან.
ეს არც არის აუცილებელი, ანუ იოგებისთვის სხეულის ჯანმრთელობა არის იმისთვის, რომ სხეული ემსახუროს გონებას, სულიერ განვითარებას ემსახუროს, ასე ვთქვათ, გონების მდგრადობას, სტაბილიზაციას ემსახუროს, ჰარმონიას და ამ ფარგლებში ადამიანს შეუძლია აკეთოს ის ასანები, რომელიც მისთვის სასარგებლო არის და გაუზიაროს სხვას. ანუ ინსტრუქტორის კურსს როცა გადიხარ, ეს არ ნიშნავს, რომ შენ ნებისმიერი პოზა შეგიძლია ასწავლოს სხვას. ანუ ეს ძალიან ყურადღებით მინდა რომ გავაცნობიეროთ, რას ნიშნავს, რომ 3 თვეში გადიხარ იოგას ინსტრუქტორის კურსს და ვისაუბრებ ასევე შემდგომ იმაზეც, თუ ამის წინაპირობა რა არის, ხო? ნახეთ როგორ არის, თქვათ, მუსიკას სწავლობ და ასე ვთქვათ, დაიწყე შეხვედი მუსიკალურ სკოლაში. იქ გაძლევენ თავიდან მუსიკალურ ნაწარმოებებს, უკვე არსებულ ნაწარმოებებს, შეიძლება ვთქვათ, რაღაც ბახის მარტივი მელოდია მოგცენ და ამუშავებ იმას 1 თვე. და შენ კონკრეტულად ეს ნაწარმოები გაქვს თავიდან ბოლომდე გარჩეული და შეგიძლია შეასრულო. სწორედ ასევე, იოგას ინსტრუქტორის კურსზე შენ სწავლობ კონკრეტულ პროგრამას, კონკრეტულ გაკვეთილის ჩატარების წესს და არა ის, რომ შენ გამოიგონო რაღაც ვარჯიშები ან ნებისმიერი ვარჯიში აიღო, იმიტომ რომ ამას სჭირდება ძალიან დიდი გამოცდილება. ამას სჭირდება წლები გამოცდილება, რომ შენ შეკრიბო ისეთი სწორი ნაკრები და შეიმუშაო რაღაც სისტემა სპეციალურად ჯგუფისთვის. ამაზე არ არის საუბარი. ნახეთ, აქ არის საუბარი იმაზე, რომ უკვე გამოცდილი პროგრამა, რაც არის მსოფლიოში, ასე ვთქვათ, გავრცელებული და ასე ვთქვათ, ესეთი ბრენდი, აშთანგა ვინიასა იოგა, რასაც ათასობით ადამიანი მისდევს, რასაც აქვს თავისი მინუსებიც, ყველა სისტემას აქვს, მაგრამ ეს ყველაზე უფრო გამოცდილი სისტემაა. ამ მინუსებს ჩვენ ვავსებთ იოგას ანატომიით. შეგიძლია ეს შეისწავლო, როგორც რაღაც ბახის ერთი კონკრეტული ნაწარმოები და შენ ინსტრუქტაჟი მისცე ნიშნავს ის, რომ გაიმეორო ის ინსტრუქტაჟი, რასაც ისწავლი აქ. ეს არის განსხვავება იოგას მასწავლებელსა და იოგას ინსტრუქტორს შორის. ეს სამწუხაროდ შეიძლება უჭირდეს ამის გააზრება თვითონ იოგას მასწავლებლებსაც და თქვათ ინსტრუქტორებსაც, რომ მასწავლებელი, ცოტა პირობითი განსხვავებაა, მაგრამ მასწავლებელი ყალიბდება მას შემდეგ, რაც ის ინსტრუქტორობის პროცესში აგროვებს გამოცდილებას და აკვირდება იმას, რომ მაგალითად მე რომ ამ ინსტრუქტაჟს ვაძლევთ, ინსტრუქტაჟი არის როგორც თვითრენავში ხო გინახავთ დაუშვათ, როცა აფრთხილებენ, რომ დაუშვათ, აქეთ არის საავარიო გასასვლელი და ეს რიტუალივით არის და დაზეპირებული ინსტრუქტაჟი არის რა. და ამ ინსტრუქტაჟის შედეგად, როდესაც შენ ინსტრუქტორი გაკვეთილს ატარებს და უკვე უგროვდება მას გამოცდილება, თქვათ, ამ ინსტრუქტაჟზე ვინ როგორ რეაგირებს და რა დახმარებები ჭირდება და ასე შემდეგ, ამის შემდეგ ყალიბდება უკვე იოგას მასწავლებელი, რომელსაც უკვე შეუძლია, რომ თავისი რაღაც პროგრამა და თავისი, ასე ვთქვათ, რაღაც მორგებული სისტემა ჩამოაყალიბოს, ჯგუფზე მორგებული, ან ინდივიდზე მორგებული სისტემა ჩამოაყალიბოს. და არა ის, რომ მაგალითად, რომ მისულიყო დაუშვათ ბავშვი ან დაუშვათ ზრდასრული მუსიკის სკოლაში და პირდაპირ რაც გინდა დაუშვათ ის დაუკარი. ხო, ეგრე ხო არ ხდება რეალურად, ეგრე ვერავინ ვერ სწავლობს. ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ განვასხვაოთ, რომ არ ვიფიქროთ, რომ იოგას ინსტრუქტორი არის ადამიანი, რომელმაც იოგას შესახებ ყველაფერი იცის. არა, საერთოდ არა. იოგას ინსტრუქტორი არის ადამიანი, რომელსაც აქვს ის საწყისი ბაზისი, რომლითაც შეუძლია დაიწყოს სხვასთან მუშაობა, ამ მუშაობის შედეგად დააგროვოს გამოცდილება და თანდათანობით გახდეს იოგას მასწავლებელი. თავიდანვე, ჩვენ ყველას ვაფრთხილებთ, რომ თავიდანვე, არავითარი ექსპერიმენტების ჩატარება, ინსტრუქტორს არ შეუძლია, რომ თავისი რაღაც გამოგონილი პროგრამით ექსპერიმენტი ჩაატაროს სხვაზე, ხო? მიუხედავად ამისა, ჩვენ ინსტრუქტორებს ვასწავლით რას, რომ მაგალითად პოზებს აქვს თავისი
მარტივი და რთული ვარიანტები, ხო? არ შეგიძლია დაუშვათ რთული ვარიანტი არის კატეგორიები სიძნელის მიხედვით. დაუშვათ, აი რო წარმოვიდგინოთ, თქვათ არის სანთლის პოზა, აქვს გამარტივება, აქვს, თქვათ ხიდი არის, ხო? გამარტივება არის, თქვათ A, B, C, D, E, ანუ ეს ვარიანტები აქვს მას და შეგიძლია მოირგო და ამ თვალსაზრისით შეგიძლია ინსტრუქტორმა მოსწავლეს, ასე ვთქვათ, ესეც მოარგოს. ანუ ეს არ ნიშნავს, რომ ის რაღაცას იგონებს, არამედ ესეც შედის ჩვენს პროგრამაში, რომ იმ პროგრამას აშთან გავინასე იოგას იმ საფეხურს, რასაც ვასწავლით, ეს შეუძლია, რომ ასე ვთქვათ, რომ ხედავს, რომ მაგალითად არ შეუძლია ესეთ სრულად გააკეთებინოს, დაუშვათ ესეთი გამარტივებული ფორმა. ეს ხშირი შეკითხვა არის და მაგითო ადამიანებს რომ უკვირტკიდეთ, რომ შესაძლებელია კი ესე დაუშვათ 3 თვეში მოხდეს დაუშვათ ჩამოყალიბება და რა თქმა უნდა მასწავლებლის ჩამოყალიბება ვერ მოხდება, აქ საუბარია ინსტრუქტორის ჩამოყალიბებაზე და თან გავითვალისწინოთ ისიც, რომ უმეტესობა ვინც მოდის ჩვენ მანამდე აქვთ რამდენიმე წლიანი გამოცდილება თვითონ პრაქტიკის ეს ერთი და აქ შეიძლება რამდენიმე თვე კონდეს გამოცდილება ან თუ არა აქვს გამოცდილება, მაგრამ ეხლავე ვიტყვი, რომ ის იმისთვის რომ სერტიფიკატი აიღოს ჩვენთან, აი დავუშვათ ადამიანს საერთოდ არ ქონია შეხება, ხო? ჩვენ ინდივიდუალური გასაუბრების შედეგად თანხმდებით იმაზე, რომ ამ 3 თვიანი კურსის შემდეგ შენ გჭირდება კიდე დამატებით 3 თვიანი პრაქტიკა. ეს პრაქტიკა ან შეიძლება თუ კურსი ახლა მარტში იწყება, უკვე დაიწყო, თქვათ არის იანვარი, თებერვალი და ასევე შემდეგ დაამატო, ანუ ეს პრაქტიკა, თან გასაუბრებაში, თქვათ, გასაუბრებისას აღმოჩნდება, რომ თქვათ, ვიღაცა შეიძლება კონდეს სამედიცინო განათლება. ეს ჩვენთვის უკვე კარგი დასაყრდენი არის. ვიღაცა შეიძლება იყოს რეაბილიტოლოგი, ხო? ანუ ჩვენთან გაიარეს თავდაცვის სამინისტროს რეაბილიტოლოგებმა ეს კურსი და ასე შემდეგ, ანუ სხვადასხვა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლება, რომელსაც არ ქონიათ, თქვათ, ფიზიკური პრაქტიკის გამოცდილება, მაგრამ მათ ჭირდებათ ამ კურსის გავლა იმისთვის, რომ ინტეგრაცია მოახდინონ, იოგას ინტეგრაცია მოახდინონ თავიანთ პროფესიაში. არის ასევე სხვა მიმართულება, ანუ ასევე სპორტული მიმართულებაც, ხო? ადამიანს, რომელსაც აქვს გამოცდილება, თქვათ, სპორტული, ის ძალიან კარგად შეძლებს თავის პროფესიულ სფეროსთან ინტეგრაციას, ხო? ანუ იმიტომ რომ ვარჯიშის ბევრი ნიუანსი და ბევრი დეტალი არის საკმაოდ, ანუ საერთო და ზოგადი პრინციპი არის, ხო? ასევე ხო ეს რაც შეეხებოდა, ანუ ფიზიკურ ასპექტს, ხო, ანუ ფიზიკურ ვარჯიშებს, ამიტომ არ არის აუცილებელი, რომ შენ ხელებზე დგებოდე, ან ძალიან მოქნილი სახსრები გქონდეს. საჭირო არის, რომ შენ უბრალოდ უნდა იცოდეს სწორად როგორ იმუშაოს სხეულზე. აი ეს არის ჩვენ რაც გჭირდება და ამას შეძლებთ, რომ აი თვისოთ ამ 3 თვიან კურსზე და ვისაც დაჭირდება კიდევ დამატებით 3 თვიანი პრაქტიკა გაიაროს. ხო, ანუ ამით მე მგონი ვინც დაუკვირდება და ვისაც ასე ვთქვათ სურს რომ ეს გაიაზროს, ეს საკითხი ასე ვთქვათ შეიძლება ამოწურული იყოს, თუ რამე კიდე შეკითხვები იქნება, სიამოვნებით გავცემ პასუხს, რომ აქ კიდევ ერთხელ რომ განვასხვაოთ განსხვავება ინსტრუქტორსა და მასწავლებელს შორის. მიუხედავად მით უმეტეს ჩვენ ისიც ვიცით, რომ საქართველოში რადგან არ იყო ასეთი კურსები, ბევრმა საერთოდ ყოველგვარი კურსის გავლის გარეშე უბრალოდ თავისით დააგროვა, ასე ვთქვათ, გამოცდილება, ზოგი ძალიან ნიჭიერი არის, რაც ძალიან კარგი არის. ხო, მეორე მიმართულება არის ის, რომ მეორე მიმართულება ეხება იოგას ფილოსოფიურ ასპექტს. იოგას ესე იგი დაწყებული ფიზიკურიდან მეორე მხარე არის, ასე ვთქვათ, ფილოსოფიური, მედიტაციური და ესეთი მხარე და დღეს ესე ვთქვათ, ზედაპირზე დევს ესეთი ორი იოგა. ერთი იოგა როგორც ტანვარჯიში, ადამიანები დადიან იოგაზე ისე რომ საერთოდ არ აინტერესებთ არც ამის წარმომავლობა, არც ფილოსოფია და ასე შემდეგ, უბრალოდ აკეთებენ ვარჯიშებს.
ესე არის მთელ მსოფლიოშიც. და მეორე არის იოგა, როგორც ასე ვთქვათ, რეალური ტრადიცია, კლასიკური იოგა, ანუ მე ვთარგმნე იოგა სუტრა, ანუ ეს ნაწილობრივ სანსკრიტიდან, უძველესი და ძალიან საინტერესო ტექსტი არის, ანუ ნებისმიერ ადამიანთან შემიძლია ვისაუბრო, ვინც ფილოსოფიაში ერკვევა, რამდენად ასე ვთქვათ, ეს ძლავრი ფილოსოფიური ტრადიცია არის, ანუ პოპულარული არის, რა ძირითადად ბერძნული ფილოსოფია, გერმანული ფილოსოფია და ასე შემდეგ, ხო? და ეს ორი იოგა არის, ასე ვთქვათ, ერთი იოგა, რომელიც ორიენტირებული არის სულიერ პრაქტიკაზე, რაც გულისხმობს გონების მდგრადობის სტაბილიზაციის მიღწევას და მეორე იოგა ფიზიკური და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასევე არის იოგას პრაქტიკები, იოგას სკოლები, რომლებიც მეტნაკლებად ორივეს მოიაზრებენ, ხო? ანუ ჩვენთვის ყველა მთლიანი სპექტრი არის, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი, ჩვენ ყველას ვაქცევთ, ყველა მიმართულებას ვაქცევთ, ანუ სათანადო ყურადღებას, ხო, რაც შეეხება ამ მეორეს, ასე ვთქვათ, სულიერ იოგას. ამ თვალსაზრისით ჩვენი მიდგომა ეფუძნება ანუ შემდეგ პრინციპებს. პირველი ის, რომ ეს არის აბსოლუტურად თავისუფალი ყოველგვარი სექტარიანული დამოკიდებულებების სადმი, რაც ასევე არის პრობლემა ჩემი აზრით, იმიტომ რომ უმეტესობა გურუების მიერ შექმნილი, ასე ვთქვათ, სისტემები, სამედიტაციო სისტემები, ეს სხვა არაფერია თუ არა სექტების რაღაც ფორმები. ანუ შეიძლება სექტებიც ძალიან კარგი იყოს, ანუ ეს არჩევანის საქმეა, უბრალოდ ჩვენი მიდგომა არ არის, ასე ვთქვათ, სექტანტური. ანუ ჩვენ არ უყურებთ, რომ მაგალითად რომელიმე ასე ვთქვათ, სექტანტური მიდგომა რაც ნიშნავს, რომ ის რაღაცნაირად ჩაკეტილად, იზოლირებულად ფლობს რაღაც ჭეშმარიტებას და ამის იქით რაღაცა, ასე ვთქვათ, მცდარი შეხედულებები არის, ხო? ანუ სექტანტური შეხედულება და ხო ეს სექტანტური სისტემა აგებულია რაღაც ანუ გურუზე, ან რაღაც ღვთაებაზე, ანუ იოგას ტრადიციაშიც ასე იყო კიდეც, რომ ბევრი უმეტესად იოგას სახეობები რომელიმე ღვთაების, ან შივას, ან ვიშნუს ტრადიციაში იყო. რა თქმა უნდა, ჩვენ ესეც მოგწონს, მაგრამ პატანჯალი, ანუ კლასიკური იოგა არ არის სექტანტური იოგა, ანუ კლასიკური იოგაში საერთოდ არ არის ესე რომელიმე ასე ვთქვათ, ან ღვთაება, ან ასე ვთქვათ, მაინც და მაინც კულტი წინა პლანზე წამოწეული, ეს უფრო ასე ვთქვათ, გონების შესახებ მოძღვრება უფრო არის, რომ ადამიანმა თვითონ გაიაზროს და თვითონ აპრაქტიკოს. და მეორე ჩვენი დამოკიდებულება არის ის, რომ ასე ვთქვათ, ჩვენ უყურებთ კრიტიკულად. ანუ თვითონ იოგას, ჩვენ იოგას ფილოსოფიას ვასწავლით კრიტიკულად, რაც ასე ვთქვათ, გონია რომ თავარი გამოღვიძების წყარო არის, იმიტომ რომ როდესაც ვრცელდება ესა თუ ის რაღაც სულიერი პრაქტიკები, რომლებიც მოითხოვენ რაღაც რწმენას და არ არის კრიტიკული აზრი, ნაცვლად იმისა, რომ მოხდეს გამოღვიძება, რაც ვთქვათ, გასხიოსნების, ასე ვთქვათ, ეკვივალენტი არის. ანუ ეს პრაქტიკები პირიქით უფრო რაღაცნაირად დამაძინებელი საშუალება არის, იმიტომ რომ ადამიანი შეყავთ ისეთ სამყაროში, რომელშიც კრიტიკის გარეშე რაღაც რჩება, როგორც რაღაც გარსში. და ამ შემთხვევაში ჩვენი ამოცანა არის ის, რომ ანუ მაქსიმალურად მივაწოდოთ ინფორმაცია სხვადასხვა პოზიციიდან, კრიტიკული პოზიციიდან, მაგიტომ ჩვენ იოგას ფილოსოფიას ვასწავლით კონტრასტში დავუშვათ მაგალითად ბუდიზმთან, იმიტომ რომ ამ ორ სკოლას შორის იყო აზრთა სხვაობა და რო არ წარმოვაჩინოთ, ასე ვთქვათ, რომელიმე აზრი უპირატესად ჩვენ ვცდილობთ, რომ ასე ვთქვათ, მოსწავლეს მივაწოდოთ სხვადასხვა პოზიცია იმისთვის, რომ ის თვითონ დაფიქრდეს, ხო? ანუ რეალურად მთავარი, ანუ ტრანსფორმაციის, ასე ვთქვათ, გასაღები, რასაც ეს კურსი იძლევა, არის არა ის, რომ მაინც და მაინც ჩვენ ვაძლევდეთ რაღაც რეცეპტს, არამედ დავეხმაროთ ადამიანებს, რომ თვითონ იპოვონ თავიანთი
ინდივიდუალობა და ინდივიდუალური გზა. აი როგორც ვთქვათ, რომ დაულაგებთ ასე ვთქვათ თვალწინ, აი სხვადასხვა შეხედულებებს, კრიტიკული, ანუ საპირისპირო პოზიციიდან როგორც დაუშვათ რაღაცა ერთგვარი გონების ვარჯიში, რომელიც მოსწავლემ უნდა დაძლიოს, ეს არის ასევე აკადემიური მიწოდების ფორმა, რაც დაფუძნებული არის ასევე კვლევებზე, ანალიზზე დაფუძნებული ინფორმაცია არის და ეს ყველაფერი საშუალებას იძლევა, რომ ესე იგი ადამიანმა განავითაროს მათ შორის კრიტიკული აზროვნება, არ მოითხოვს ეს ყველაფერი იმას, რომ ადამიანმა რაღაცა ირწმუნოს საერთოდ და პირიქით, ანუ იოგაც ხო მაგას გულისხმობს, რომ მაქსიმალურად მიღწეული იქნას მიუკერძოებელი გონების პოზიცია. და თვითონ იოგას მიმართაც პირველ რიგში უნდა ვეცადოთ, რომ შევინარჩუნოთ ანუ ეს მიუკერძოებლობა, ხო? ანუ ამ იოგას შესწავლისას, აი მაგალითს გეტყვით, რომ როცა ადამიანი არის მაგალითად კრიზისულ მდგომარეობაში, მას სჭირდება რაღაც დამამშვიდებელი წამალივით, ხო? ეს შეიძლება რაღაცა, ასე ვთქვათ, სრულწმენაც იყოს, რომელსაც დაიჯერებს ადამიანი და იმ მომენტში დაეხმარება, ხო? ეს მოკლევადიან პერსპექტივაში შეიძლება ძალიან კარგიც იყოს, მაგრამ ჩვენი ამოცანა არის, რომ უფრო ორიენტირებული ვიყოთ იმაზე, რომ ადამიანმა შექმნას თვითონ თავის თავში მყარი ფსიქიკური დასაყრდენი. აი სწორედაც აი ამ მიდგომის შედეგად, იმის შედეგად, რომ თვითონ წაიკითხავს ამ სუტრებს, მით უმეტეს რომ ეს ქართულ ენაზე არის, მას თვითონ გაუჩნდება ანუ კითხვები და ამ კითხვების დაძლევით ის გამოიმუშავებს თავის თავში ახალ და ახალ ენერგიას. ხო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც ასე ვთქვათ, შემეცნების აქტი. ხო, თვითონ ესე იგი კურსი, როგორც თქვი, კურსზე რეგისტრაცია უკვე მიმდინარეობს, ანუ საიტზე YogaJize, ესე იგი კიდევ ერთხელ ნებისმიერ ადამიანს ერთი მხრივ, ვისაც უნდა რომ ეს პროფესიად აქციოს, შეუძლია დარეგისტრირდეს, მეორე მხრივ, ვისაც უნდა კურსი თვითგანვითარებისთვის და ახლა რაზეც საუბრობდი, თუ ეს მიდგომა თქვენთვის საინტერესო არის, თუ გინდა რომ იპოვოთ ძალები ისე, რომ თან საკუთარ თავში იპოვოთ ძალები ისე, რომ არ იყოთ სრულწმენებში, აი ეს ყოველივე რაც გავრცელებული არის და რაც ასე ვთქვათ, შეიძლება ძალიან ტრენდულიც იყოს და ვერ უძლებს კრიტიკულ აზროვნებას, მაშინ ჩემი აზრით ჩვენი თანამშრომლობა იქნება ძალიან პროდუქტიული. ხო, მოკლედ ეს იყო სულ, რისი თქმაც მინდოდა, ანუ საიტზე კიდევ ერთხელ საიტზე YogaJize შეგიძლიათ გადახვიდეთ, შეგიძლიათ მომწეროთ ან მოგწეროთ ჩვენს გვერდზე შეკითხვები. მოკლედ, მადლობა ყურადღებისთვის.